ის რომ სულთმომფენობის დღეს ეპისკოპოსი ამბიონიდან ქადაგებს, რომ მონაზონი მონაწილეობდა მისი სიკვდილის მომზადებაში და ამაში ჩართული იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, ეს არის ის, რომ სულიწმინდის მადლს საერთო ამ ყველაფერთან, რაც ეხლა საპატრიარქოში ხდება და კონკრეტულად ამ მომენტში არაფერი საერთო ნამდვილად არ აქვს. ის რომ პროკურატურამ აღძრა საქმე, თურმე ერთი წლის წინ იყო დაწყებული ამ ადამიანის მკვლელობის მომზადება და ეკლესიის შიგნით განხილვები მიდიოდა და როდესაც სუსი შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ამას მედიიდან იგებს, ეს ხო იმას ნიშნავს, რა ხდება სახელმწიფოში. როგორც მინიმუმ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცეებს მალავდნენ, ან ცდილობდნენ არაოფიციალურად მოგვარებას. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ საპატრიარქოსთან მიმართებაში გვესმის შხამი. ხანციანი დიხან დარიშხანი, ეხლა არ ვიცი კონკრეტულად მისი მოგტინება რა ტიპის საწამლავით იგეგმებოდა, იმედია უფრო წინ წავიდნენ და შუა საუკუნეების მეთოდებს გაცდენ. თუ თან ხელისუფლებაც იყო ჩართული. მაგრამ მე ძალიან კარგად მახსენდება ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გაცენება არ გვაცალა კომისარმა თეატრულუკიანმა დილით რო გვამცნო, რომ მაღალი იერარქის მკვლელობა იგეგმებოდა და გადავრჩითოდა. ნუ მე აღმოჩნდა, რომ იერარქია არ იგეგმებოდა, მადლობა ღმერთს არც პატრიარქი იგეგმებოდა, ვერ დამტკიცდა, მაგრამ მატრიარქის მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლდა მამა გიორგი და უდანაშაულო ადამიანი ციხეში დაინვალიდეს და ისე გამოუშვეს და ჯამდელიანიც მაღალი იერარქია და საკმაოდ და რაღაც შეშფოთებას ვერ ვატყობ ხელისუფლების წევრებს ხო გეუბნებით, აყვანილი არ ყავდათ, მე მგონი გიორგი მამალაძე იმაში აეროპორტში, რომ ალბათ გააკავეს ტულუკიანი, სანამ გამოგვიცხადებდა, რომ გადაგვარჩინეს. ხო და ძალიან მაინტერესებს აქამდე პრემიერ-მინისტრის დონეზე გაკეთა ეს განცხადება. დიახ, პრემიერიც და ხო, ტულუკიანი ვიცე-პრემიერი გახდათ. ხო და ძალიან საინტერესოა ახლა მაღალი იერარქია ერთ შემთხვევაში მაღალი იერარქია და მეორე შემთხვევაში არ არის მაღალი იერარქი, რომ არ დამწკრივდნენ და არ გამოვიდნენ და თურმე ეს რა ზარი დაგვეცაო, ხო? ნუ ეს ხო მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უნდა დასრულდეს და შეუძლებელია ეს მახინჯი ტანგო გაგრძელდეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. აი სრულად ამაზრზენი და მართლა ეროტიული ცეკვა და არაფერი ამას საერთო რო არც სახელმწიფოსთან აქვს, არც ეკლესიასთან აქვს და არც საერთოდ რაიმე ეთიკის ნორმებთან არა აქვს, ხო? და რაც მთავარია, ყველაზე უფრო მძიმე ამ საქმეში ის არის, რომ ხო ნუ ისინი კი ალბათ ღირან, რადგან ასე პარტნიორობენ ერთმანეთთან, მაგრამ რომ ჩვენ ადამიანებს, მათ საკუთარ მრევლს, ყველას ვინც თავს ეკლესიის წევრად ამ სახელმწიფოს მოქალაქედ განვიცდით თავს, ჩვენ დაგვცინიან და გონიათ, რომ ვერ ვხვდებით, ვერ აღვიქვამთ, დასკვნები ვერ გამოგვაქვს და ვერ ვაკეთებთ. ეხლა რაც შეეხება იმედი გვაქვს, რომ ვერსიები მე მაინტერესებს რა გამოიძიეს საყდრეს განცხადებასთან დაკავშირებით, უბრალოდ დეკანოს ჯაღმაიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ისაუბრა მოსაყდრის მკვლელობის მცდელობაზე, რომელმაც დარიშხანი აღმოაჩინეს, არ ვიცი პანაღიაზე თუ ანაფორაზე თუ რა გამოიძიეს? ეს ხალხს დაავიშთა რა? არა, მაინტერესებს. ისეთი ტიპის მინიშნებები იყო შეუძლებელია ამაზე გამოძიეს. არ არის მაღალი იერარქი და
მისი დაუშვათ მოკვდინებაც არაფერს ნიშნავს ამ მთავრობისთვის. ისე შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მივმართო დღეს რომ მისულა პატრიარქთან დასალოცად. ნუ თუ ვერ ხვდებით ამ ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა უკვე ისე აღარ არის როგორც ძველად იყო და მოსახდრის ლოცვა კურთხევა არ გაკმაყოფილებთ, როდესაც თანამდებობებზე ინიშნებით, ძალიან საინტერესოა. თქვენი არჩეული არ არის ეს მოსახდრე და მისი კურთხევით მადლი არ გადმოგდის თუ როგორ არის ეს საქმე რომ ამ ადამიანს ხო აწუხებთ მით უმეტეს ახლა დანიშნების მთელი წება წავიდა პროკურორია დასანიშნი ის არის და ყველა რომ მივიდეს ამდენი პატრიარქის ჯანმრთელობას ნამდვილად არ შეუძლია. ხო, ეს ცალკე თემა. კაპიტან დედა, რამდენიმე კონკრეტული და თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაიხსენეთ, აი პანაღიასთან დაკავშირებული და იგივე მეფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის და მიმართებაში გამოთქმული ეჭვები, სერიოზულ დონეზე, სერიოზული თანამდებობის პირების და საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ, რომელსაც გაგრძელება არ მოყოლია და მე საერთოდ არ მესმის როგორ შეიძლება საჯარო სივრცეში ასეთი ტიპის თუნდაც ეჭვების გამოტანა, თუ კი მას არ მოყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები, დასკვნები, საზოგადოების ინფორმირება. აი ჩემი პროგნოზი დღეს გეტყვით და მე დაიმახსოვრეთ. ყველაფერი გადაწყდება იმ დედა თეკლაზე შეიძლება გამოაცხადონ შეურაცხადათაც რომ მან მოკლედ ააგო თავისი ვერსია ვითომ ავალებდნენ ჯამდელიანის მოწამვლას და ამით დასრულდება ეს ვერსია ამის ისტორია ამის იქით ეს ნამდვილად აღარ წავა და იცით რატომ აღარ წავა იმიტომ რომ რასაკვირველი ამ ყველაფრის გამოძიება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის მეორე და ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ არც ერთ შემთხვევაში თუ ის მთავრობის წარმომადგენელია მას ახლა არავინ ხელს არ დაადებს იმისთვის, თუმცა ძალიან კარგად გვახსოვს ისიც და მე მინდა მიმართო ახლა ეპისკოპოსებს. ეთერ-ეთერ რო დადიოდით ხოლმე, ეხლაც რომ საჯარო განცხადებებს აკეთებთ იმის თაობაზე, რომ ვიღაცას პატრიარქის მოშორება უნდოდა და ჩამოარაკრაკეთ, გახარია ესა ამ ყველაფერს პროკურატურის გზა არ იცით, იმისი შინაგან საქმეთა სამინისტროს გზა არ იცით, სად უნდა იჩივლოთ. თქვენ იმის გარდა რომ იერარქები ხართ, ამ ქვეყნის მოქალაქეებიც ხართ და თქვენზე ყველა ის უფლება და ვალდებულება ვრცელდება, რომელიც ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეზე. მე რა რომ სასულიერო პირები ხართ. ეთერში გამოაცხადებენ, გულებს დაგვიხეთქავენ, რომ რაღაცა ხდება, იმას წამლავენ, იმას კლავენ, ბოლოს გვარდებიან. მე არ ვიცი ხა შეიძლება რომ აღარ გაგრძელდეს ეს ჯამდელიანს მიწები გადასცენ იქ, იმიტომ რომ ვიცი რომ სერიოზული ის მიდის, რა ქვია, გარჩევები მიწების საკითხთან დაკავშირებით, კარგი მიწებია, ძალიან ნაყოფიერი მარნეულში. ხო და ამითი ჩაიფარცხოს ეს ყველაფერი და ამას გაგრძელება აღარ ქონდეს, იმიტომ რომ არანაირი ნდობა არც საპატრიარქოს მაღალი იერარქებისადმი უკაცრავად და აღარც იმის რა ქვია სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ არ არსებობს. გამოვლენ, იტყვიან ხმამაღლა საჯაროდ, მერე ვითომც არაფერი არ უთქვამთ, ან სიტყვის ფასი არ იცით, ან რა ვიცი, აღთქმის ფასი რო არ იცით, ეგ ვიცი, მაგრამ რა ვიცი, კაცურ სიტყვაზე პრეტენზიებს აცხადებთ ხოლმე და ეგეც აღარ იცით, როგორ არის? მეუფემ ქადაგებისას რამდენიმე დეტალი შესახებ ინფორმაცია ამბიონიდან გასცა, თქვა, რომ ის საქმე სიტყვა გაირჩა შეიძლება მას არ უთქვავს, მაგრამ განსაჯა მან, ასე ვთქვათ, და მათ შორის იმ ადამიანის თანდასწრებით, ვისაც ბრალად უყენებს მისი მკვლელობის ორგანიზებას. ანუ ვინც აიძულებდა ამ ვერსიით მონაზონს თავად მეუფე გიორგის მოწამვლას. და იქ როგორც ჩანს შედგა ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. მეუფემ თქვა, რომ მე ფიზიკურად არ ჩავრეული ვარ, იმიტომ რომ მე თმენის მაღალი ვალდებულება მაქვს და ეპისკოპოსი ვარ და ასე ვთქვათ, ხელჩართულ დაპირისპირებაში ვერ ჩავერთვებოდიო, თუმცა აშკარად ვიზეც ისაუბრობდა თავის დაცვის წევრებიანად, ისინი რომ გაილახდნენ და შემდეგ დატოვეს ტერიტორია, ამაზე მან ღიად ისაუბრა. ანუ ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, მედია ავრცელებდა რამდენიმე თვის წინ,
შეიძლება 1 წლის წინაც, რომ ეს ამ შეხლა შემოხლას მართლა ქონდა ადგილი მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის რეზიდენციაში. ამ ინფორმაციის თანახმად სროლაც კი იყო. და საუბარი იყო იმაზე, რომ ბატონი შინჯიკაშვილი, რომელიც იმ პერიოდისთვის ქვემო ქართლის, ასე ვთქვათ, გუბერნატორის მოადგილე იყო, რწმუნებულის მოადგილე იყო, ეს ის შინჯიკაშვილია, ვისაც შემდეგ ხარებასთან, ხარაზიშვილთან ეს დაპირისპირებების მთელი წყება აქვს და ბოლო ხანებში კი საერთოდ მოუწია თანამდებობიდან გადადგომა და საჯარო პოლიტიკიდან გასვლა. ეს ის შინჯიკაშვილია, რომელთა მიმართებაშიც ისმის ბრალდებები, რომ მათ შორის ქუჩაში პროტესტანტების უხეში დარბევების დროს ჯგუფები ადამიანებისა მას უყენებენ ბრალად უყენებენ, მე ამას ტკიცებულებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ ბრალდებამ არაერთხელ გაიჟღერა, რომ ყოფილი მოჭიდავეებისა და ასეთი ადამიანების მიერ შექმნილი ჯგუფები სწორედ მისი ეგიდით მოქმედებდნენ და ამ ჯგუფებს შორის დაპირისპირება გამოვიდა ზედაპირზე. შეიძლება შინჯიკაშვილის ის ოდნავ ძველი ისტორია მასზე საუბრობდეს, მე ვფიქრე გიორგი მტვრი ახლა აღარ არის მთავრობის წევრი. იცით რა შესაძლოა, ესეთი არ არის. და არც უსაფრთხოების სამსახურის წევრი არ ყოფილა, რწმუნებულის მოადგილე. ანუ შეიძლება სხვადასხვა ეპიზოდები იყოს და უნდა ვივარაუდოთ, რომც უკავშირდებოდეს იმ ეპიზოდს, შინჯიკაშვილი არ არის ისეთი მაღალი რანგის პირი და ჩინოვნიკი, ახლა რაც არ უნდა გავლენები ქონოდა მას რეგიონში გავლენები არ ნიშნავს, რომ ეპისკოპოსის სიკვდილი დაგეგმო, ეს სრულიად სხვადასხვა რაღაცა, ასეთ რამის დაგეგმვაზე ვერც სუსის, რა გითხრა, სუსის უფროსის მოადგილეც კი ვერ წავა. გამორიცხულია, გამომდინარე იმ კავშირებიდან და იმ ურთიერთობებიდან, რომელიც საპატრიარქოსა და პემას შორის არსებობს და გარდა მაგისა, ორივეს ერთდროულად აკონტროლებს ხელისუფლებასაც და საპატრიარქოსაც რუსეთის სპეცსამსახურები და ეხლა სად არის ესე მარტივად, რომ შინჯიკაშვილმა დაგეგმოს რომელიღაცა ეპისკოპოსის მკვლელობას უსათითაოდ აყავთ, ეგ ეპისკოპოსების შერჩეული იმისთვის ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ჭირდებათ და ნეგრე არ არის, რომ ეს ესე მარტივად მე მესმის, რომ არც ყველა ეპისკოპოსზე საუბრობთ ახლა თქვენ და არც საპატრიარქოსთან შემადგენლობაზე, მაინც დავაზუსტოთ ეს, რომ არასწორად არ გაიგოს სააუდიტორიამ და საზოგადოებამ, მაგრამ იცით რა, გიორგი, მოდით მე მაინც უნდა ვთქვა ჩემი მოსაზრება. კი, მე ცოტა ხისტი დამოკიდებულება მაქვს და ამის უფლებას მაძლევს ჩემი გამოცდილებაც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აღარ არის დრო უკვე ენის მოჩლექით ვისაუბროთ. სად არიან დანარჩენი ეპისკოპოსები? სად იყვნენ მაშინ? სად არის მათი ხმა, როდესაც ეს განცხადებები კეთდება? და როდესაც გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა, რომ არაქორ ეპისკოპოსმა და როგორც ჩანს მარტო მოსაყდრესთანაც არ უნდა მას საქმის გარკვევა სინოდმა. დიახ, რომ მივა იმ სინოდზე, უცოდველმა მესროლე თქვაო ეტყვის და მე რა მოხდება? დაიშლება კრებამ, დარჩება მხიარული და დაიშლება. იმიტომ რომ უცოდველები იქ არ სხედან ბევრნი სამწუხაროდ. კი, თითოეულა არ შეცვლის ამინც. და ეგ არის, მაგის იმედი აქვს სწორედ გიორგი ჯამდელიანს, რომ მაგას იტყვის უცოდველმა ქვამესროლეთო. იმდენად ბევრი დეტალი იქნა დასახელებული მის მიერ და როგორც ჩანს მთელი აი ამ ეპიზოდების ორგანიზებაში თუ ეს ხდებოდა, როგორც მინიმუმ გარჩევაში იმდენი ადამიანი მონაწილეობდა, რომ რაც არ უნდა ცადოს ახლა ხელისუფლებამ ამ საპატრიარქომ ერთად ამის მიჩქმალვა, ძალიან გართულდება ამის გაკეთება და ცხადია ჩვენი და მედიის და საზოგადოების ინტერესი გაგრძელდება მომდენო დღეებში. მე აქვე მინდა მივმართო როგორც მეუფე გიორგი ჯამდელიანს, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენელს, თუ მათ ექნებათ სურვილი ან უფრო მეტი დეტალი გააცნონ საზოგადოებას ან თავიანთი შეფასებები ჩვენი ეთერის მეშვეობით ამის გაკეთება ნებისმიერ ფორმატში ყოველთვის შეუძლიათ.